დღევანდელ ტოპს ხსნის რაფინიას იგნორი პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდოების მხრიდან. ბრაზილიელმა ჩაატარა საოცარი 2024-25 წლების სეზონი. ალბათ მთავარი ინდივიდუალური პროგრესი ამ მონაკვეთში. ყველა აღფრთოვანებული იყო ჩემპიონთა ლიგის მთავარი ბომბარდირით და ასისტენტით. ლა ლიგამ იგი სეზონის ფეხბურთელად დაასახელა. კლუბმა პრაქტიკულად უფულოდ, ტრანსფერების გარეშე და ბევრი პრობლემით შეძლო 3 ტიტულის მოგება და რაფინიას როლი ამ ყველაფერში უზარმაზარია. მაგრამ მან ჯერ მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა ოქროს ბურთზე, ხოლო შემდეგ სიმბოლურ ნაკრებშიც კი არ შეიყვანა პროფესიონალური ფეხბურთელების საერთაშორისო ასოციაცია FIFPROM. ოქროს ბურთის ხუთეულში, რომელსაც რაფინია ხურავს, იგი საუკეთესოა შედეგიანობით. მას 60 ქულა აქვს 56 შეხვედრაში. ეს გაცილებით უკეთესი შედეგია, ვიდრე გამარჯვებულ დემბელეს აქვს, ან მის თანაგუნდელ იამალს. კარგი, მოდი ვთქვათ, რომ ოქროს ბურთი მაინც ჰაიბზე დამოკიდებული ჯილდოა. თუმცა აი FIFPROM არის პრემია, რომელსაც ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია, რადგან იგი წარმოადგენს პროფესიონალურ საფეხბურთო საზოგადოებას. როგორ შეიძლება რაფინია არ იყოს ამ ორგანიზაციის ვერსიით საუკეთესო 11-ში? თავად ფეხბურთელისთვის ამ პრემიის აზრი მნიშვნელოვანია. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ამის შემდეგ მან ვეღარ გაუძლო. მან 17 თორი დადო, სადაც თავის მიღწევებს თვლიდა. ვერ გაუძლო ადამიანმა, ნერვებმა უმტყუნა. პრემია FIFA The Best იგივე გზაზე წავიდა. ბრაზილიელი აქაც ვერ შევიდა ტოპ 3-ში და სიმბოლურ ნაკრებშიც ვერ მოხვდა. ბრაზილიელი იმ ტიპის ფეხბურთელია, რომელიც ძალიან ბევრს აძლევს თავის კლუბს. გოლების და ასისტების გარდა, იგი აკავშირებს ხაზებს, არის გუნდის მატორი და ბევრი სხვა კარგი თვისება გააჩნია. მაგრამ მას არ აქვს შეშლილი მედია. ვერ ან არ ახერხებს ყურადღების მიქცევას და სწორედ ამის გამო ბევრი ექსპერტი მას აიგნორებს. სიმართლე რო თქვა, ეს ამბავი მეც მეწყინა, თუმცა ნამდვილად არ ვარ ბარსელონას ან ამ კლუბის რომელიმე ფეხბურთელის გულშემატკივარი.